ალბათ ყველას გსმენიათ თაღლითური კოლ-ცენტრების შეხეხებ, არა, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ თუ როგორ მუშაობს ეს მილიონობით დოლარის ღირებულების ოპერაციები. აი, შიგნიდან. დღეს ზუსტად ამ ბნელ სამყაროში ჩავიხედავთ და ვნახავთ, როგორ ახერხებენ მილიონობით ადამიანის მოტყუებას. ამ ამბავში ჩვენი მეგზური ჯიმ ბრაუნინგი იქნება. ის, ასე ვთქვათ, თანამედროვე ფხიზლია, რომელიც კიბერდამნაშავეებს მათივე იარაღით ებრძვის. და იცით, ის უბრალოდ კი არ აჩერებს ზარებს, ის მათ მთლიან ოპერაციებში ძვრება და ანადგურებს. ხო და ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ. მოდით შევიხედოთ კულისებს მიღმა და ვნახოთ ის სტრუქტურა, ის ტაქტიკა და ის წარმოუდგენლად დიდი ფული, რაც ამ გლობალურ კრიმინალურ მანქანას ამუშავებს. იცით, ჯიმის ისტორია ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. ჩვენსავით მასაც უბრალოდ ბეზრდებოდა დაუსრულებელი თაღლითური ზარები, რომლებიც სამსახურში ხელს უშლიდა. მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, ჯიმი ინჟინიერია და მან თავისი ტექნიკური ცოდნა გამოიყენა არა უბრალოდ ზარების დასაბლოკად, არამედ იმის გამოსარკევად, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. კარგით, სანამ თაღლიტების სამყაროში ღრმად ჩავეშვებით, მოდით ჯერ ვნახოთ, როგორ გამოიყურება ტიპური სხემა მსხვერპლის გადმოსახედიდან. ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ეშმაკური ხაფანგით იწყება. აი ეს არის წმინდა წყლის ფსიქოლოგიური манипуляცია. პირველი პანიკას გიქმნიან, შიშს გინერგავენ, მერე ვითომ მარტივ გამოსავალს გთავაზობენ, უბრალოდ დარეკეო. ტელეფონზე უკვე ძალიან დამაჯერებელი ტექნიკოსი გვხვდებათ, რომელიც რაღაც ტექნიკური ჟარგონით გონებას გირევთ და ბოლოს თქვენ ნებაყოფლობით აძლევთ მათ სტომას თქვენს კომპიუტერზე. და როგორც კი შიგნით არიან, თამაში ფაქტობრივად დამთავრებულია. მას როგორ გპოულობენ მსხვერპლს? ხომ ხვდებით, ისინი შემთხვევით არ გირეკავენ, ამთვის იყენებენ რაღაცას, რასაც მავნე რეკლამა, ანუ malvertising ქვია. ეს არის მავნე კოდის მქონე რეკლამები, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურ ვებსაიტებზეა განთავსებული. შეიძლება ახალი ამბების საიტზე იყოთ, როდესაც უცებ თქვენი ეკრანი ხმამაღალი გაფრთხილებით დაიბლოკება. სწორედ ასე ითრევენ ისინი ადამიანებს ხაფანგში. და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა დაიმახსოვროთ. ნებისმიერი ლეგიტიმური ტექნიკური მხარდაჭერა, იქნება ის Microsoft-ი, Apple-ი თუ თქვენი ანტივირუსული კომპანია. არასდროს მოგთხოვთ დარეკვას რაღაც ამომხტარი ფანჯრის საშუალებით. თუ ეკრანზე ნომერს ხედავთ, ეს თაღლითობაა, წერტილი. ახლა კი ვნახოთ, როგორ არის ეს ყველაფერი აწყობილი. ბერს გონია, რომ სკამერები რაღაც სარდაფებიდან მომუშავე მარტოხელა ჰაკერები არიან. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. ეს არის მაღალ დონეზე ორგანიზებული ბიზნესი, რომელიც საოცრად გავს ნამდვილ ლეგიტიმურ კორპორაციას. ჯიმ ბრაუნინგის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამოძიებამ მის მიიყვანა კომპანიამდე სახელად Fairmart Travels. გარედან დღისით ისინი ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო იყვნენ, მაგრამ იმავე შენობის უკანა ოფისებში ისინი მართავდნენ მასშტაბურ თაღლითულ ოპერაციას და რაც ყველაზე საინტერესოა, იმავე სატელეფონო სისტემას იყენებდნენ, რომ ქვალი დაეფარათ. უბრალოდ შეხედეთ ამ სტრუქტურას. მათ ყავთ გაყიდვების აგენტები, ანუ შემსრულებლები, ყავთ ზედამხედველები და ხარისხის კონტროლის განყოფილებაც კი, რომელიც ზარებს ისმენს და აგენტებს ასწავლის, როგორ იყვნენ უფრო დამაჯერებლები. წარმოგიდგენიათ? HR დეპარტამენტიც კი აქვთ ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად. ეს არის კარგად დაწყობილი კრიმინალური მანქანა. და ეს მანქანა წარმოუდგენლად მომგებიანია. ჯიმის მოპოვებული მონაცემებით, საშუალო ზომის ოპერაციას, როგორიც Fairmart იყო, დღეში 10,000-დან 12,000 დოლარამდე შემოსავალი ჰქონდა. ხოლო უფრო დიდი ცენტრები, სადაც 200-ზე მეტი თანამშრომელია, თვეში 8 მილიონ დოლარზე მეტსაც კი შოულობენ. და ისინი არასდროს ისვენებენ. ეს ოპერაცია 24 სათმა ნადღვეზე მუშაობს ცვლების მიხედვით. დილით უტევენ ავსტრალიას. როდესაც იქ დღე მთავრდება, გადადიან ევროპაზე. და ბოლოს, როდესაც ევროპაში ღამდება, მათი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები ხდება. ისინი ფაქტობრივად მზის ამოსვლას მიხვებიან მთელი მსოფლიოს გარშემო. კარგით, ახლა, როცა ვიცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა, დაუბრუნდეთ ჯიმს. როგორ ახერხებს ის ამ დახურულ ორგანიზაციებში შეღწევას და მათ გამოაშკარავებას. მისი მეთოდები ტექნიკური უნარებისა და, მოდი ვთქვათ, გენიალური ეშმაკობის ნაზავია. ჯიმი პირველ რიგში მათ ენას სწავლობს. ისინი არასდროს იყენებენ სიტყვა მსხვერპლს. მის მაგივრად ამბობენ კლიენტს, თაღლითობას პროცესს უწოდებენ, ეს კოდირებული ენა ეხმარება მათ, რომ საკუთარი ქმედებები რაღაცნაირად ნორმალურად წარმოაჩინონ და პროფესიონალიზმის ილუზია შეინარჩუნონ, თუნდაც ერთმანეთში საუბრისას. აი მისი პირველი მთავარი ხრიკი. როდესაც სკამერი ჯიმის კომპიუტერზე დისტანციურ ძდომას ითხოვს, ჯიმი ამ კავშირს უკუაგდებს, ანუ აბრუნებს.
ეს მას საშუალებას აძლევს დაინახოს არა მხოლოდ სკამერის კომპიუტერის ეკრანი, არამედ მიიღოს წვდომა მათ ფაილებზე, სატელეფონო სისტემებზე და რაც მთავარია, სათვალთვალო კამერებზეც კი. მაგრამ როგორ ხვდება ის, თუ კონკრეტულად ვინ ელაპარაკება, როცა ოფისში კიდევ 20 თაღლით იზის? ის იყენებს ძალიან მარტივ, მაგრამ გენიალურ მეთოდს. სანამ სკამერი დაუკავშირდება, ის თავისი კომპიუტერის ფონს ცვლის რაღაც ძალიან მკვეთრ ფერზე, მაგალითად კაშკაშა იასამნის ფერზე. შემდეგ, როცა უკვე გატეხილ სათვალთვალო კამერას უყურებს, უბრალოდ ეძებს იმ ერთ ეკრანს, რომელიც იასამნის ფერია. ბინგო! იპოვა. ფულის კვალის პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ის ფულის გათეთრების რთულ ქსელში გადის. მსხვერპლისგან ფული ჯერ მიდის ადგილობრივ ფულის ჯორთან, ეს არის ადამიანი, რომელსაც ხირაობენ ფულის გადასატანად, იქიდან ის შეიძლება სულ სხვა ქვეყანაში გადაირიცხოს და ბოლოს უკვე ინდოეთში არსებულ ფიქტიურ კომპანიაში ჯდება. თითოეული ნაბიჯი კვალის ასარევად არის შექმნილი. მიუხედავად ჯიმის წარმოუდგენელი წარმატებისა ამ ოპერაციების გამოვლენაში, ბრძოლა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დასასრულისგან. ხომ ხვდებით, დამნაშავეების გამოაშკარავება ერთია, მაგრამ მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა სრულიად სხვა და ბევრად რთული გამოწვევაა. ფარმარტის საქმე ამის იდეალური და ამავდროულად გულდასაწყვეტი მაგალითია. ჯიმა შეაგროვა უტყუარი მტკიცებულებები, ვიდეოები, ზარების ჩანაწერები, ყველაფერი. BBC-სთან ერთად პოლიციამ რეიდიც კი ჩაატარა და დირექტორი დააკავა. მაგრამ საბოლოოდ საქმე დაიხურა მტკიცებულებების არარსებობის გამო. ეს კი ხაზს უსვამს იმას, თუ რა რთულია საერთაშორისო დონეზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია. თაღლითები, რა თქმა უნდა, მუდმივად ვითარდებიან. დღეს ძალიან პოპულარულია მაგალითად ყალბი ინვოისები Amazon-ისგან, ამ გამარჯობა დედა ტიპის SMS-ები, სადაც თაღლითი თავს ქვენშულად ასახებს, რომელსაც სასწრაფოდ ფული ჭირდება. ასევე ძალიან უფრთხილდით გადაღწის მოთხოვნებს სასაჩუქრე ბარათებით ან კრიპტოვალუტით. ამ მეთოდებით გადახდილი ფულის დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. და მაინც, რა მოძრავებთ ამ ადამიანებს? ჯიმი მათ ამას პირდაპირ ეკითხება ხოლმე. ზოგი ამბობს, რომ სხვა სამუშაოს ვერ შეულობს. ზოგი ამას კოლონიალიზმისთვის ერთგვარ შურისძიებად თვლის. მაგრამ ჯიმის აზრით, ამ ყველა გამართლების მიღმა უმეტეს შემთხვევაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის უბრალო დაუფარავი სიხარბე. ეს ბრძოლა გრძელდება. ჯიმი უკვე მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროექტებზე, რომ მსხვერპლები უკეთ დაიცვას. თუმცა, რა თქმა უნდა, თაღლითებიც აუცილებლად გამოიყენებენ იმავე ტექნოლოგიას. ეს არის მუდმივი ციფრული კატათაგვობანა და კითხვა ღიად რჩება. საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს?